ოპოზიციის მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში საზოგადოების განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემაა გორში. მოქალაქეთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ოპოზიცია საკუთარ შესაძლებლობებსა და საზოგადოების მხარდაჭერაში დარწმუნებულია, ისინი კენჭისყრის პროცესში უნდა ჩაერთონ. ნაწილი კი ფიქრობს, რომ ხელისუფლების ოპონენტების გამარჯვების შანსები ნულია და ისინი ამიტომ აცხადებენ უარს არჩევნებში მონაწილეობაზე. საკითხთან დაკავშირებით გორელების შემთხვევითობის შერჩევის პრინციპით ქალაქის ქუჩებში ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა გამოკითხა. არჩევნებია და უნდა მიიღოს მონაწილეობა. მარის არჩევნებია. ეს ყარა ეს არჩევნები ოპოზიციის ხასიათზე იყოს. ოპოზიციას უარ აქვს არჩევნებში გამარჯვების შანსი და ეს იციან, კარგად იციან. ამიტომ რაღაცას ხან იმას ამბობენ, 1300 რაღაცის ამას ქვია იქნებ გამოსავალს ეძებენ. თუ არ მოსწონთ ხელისუფლება ბატონო, აჯობი არჩევნების გზით ბატონო და შეცვლის ხალხი წვეთს. ეხლა ხელისუფლებასაც და ოპოზიციას იყვნენ თუ არ იყვნენ. არ უნდა მიიღოს მონაწილეობა. იმიტომ არ უნდა მიიღოს, რომ ისევ ომის საშიშროება წარმოიქმნება და მაგიტო ვიცი სააკაშვილის რეჟიმი რაც იყო და როგორც. არაფერი ნდობა არა აქვთ ხალხისა. მშვიდობა მაინც არის. მე რო არ ვიმუშაო, არავინ არაფერს მომიტანს. არც ის პარტია და არც ესენი და არც ისინი. მაგრამ ესენი მირჩევნია 1000 ჯერ სააკაშვილის რეჟიმს. იმიტომ რომ უფრო კარგი ურთიერთობა, უფრო სხვა ურთიერთობა, უფრო ომის საშიშროება არ არის. აქამდე რომ სააკაშვილი ყოფილიყო, ომზე წამოვეგებოდით. უნდა მიიღონ თუ ენდობიან ხალხი და თუ თავიან. დანარჩენი იქიდან გამომდინარე მიხვდები. ერთი გაერკვნენ რა უნდა შეცვალონ. იდგნენ ამდენი ხანი იმაზე და ერთი სოციალური ის არ გაჟღერებულა. რას ებრძვიან, ვის ებრძვიან, ვეღარ გავიგე, ისთვის იბრძვიან. ოპოზიციას ეხლა დაკარგული აქვს ხალხის ნდობა. ხო, ასე ვფიქრობ მე და ალბათ ბოიკოტსაც მაგიტომ გაცხადებენ, ხო? წესით უნდა მიიღონ, თუ კი შეუძლია და შესაძლებელია და სამშობლო თუ კი უყვართ. მე ასე ვფიქრობ, ჩემო კარგო. დუბა აქვს დღეს ოპოზიციას, აი არჩევნებში გაიმარჯვებს შეფასები. არა მგონია, არა. არ გაიმარჯვებს. რატო? იმდენი დანაშაულია ჩაძენვის რომ მაგათი გამარჯვება შეიძლება კიდე არ შეიძლება. მაგალითად რა ჩამოთვლაზე ვებწა. იმისაზეთ უნდა მიიღოს. რატო? რა ვიცი, შეგინე უფრო ადვილია. აზრის გამოხატვა ვერ ხუჩინი.